მოგესალმებით ჩემო კარგებო, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით და მე დღეს გავაშუქებ საჯარო გაშლას მომავალი კვირის ენერგიებზე. ნახოთ, როგორი კვირა გვექნება და როგორი იქნება, რა ენერგიებში ვიქნებით მომავალ კვირას. სიგნიფიკაციისთვის ახლა რა ენერგიებში ვართ, ამოვიღებ სამ კარტს და შემდეგ გავაკეთოთ სამ სფეროზე: ფინანსები, კარიერა და ურთიერთობა. მაშასე, რა ენერგიებში ხართ ახლა? ნახოთ. კარიერა, ნახოთ კარიერა, ნახოთ ფინანსებიც, ფინანსები და ურთიერთობა. ურთიერთობა განვიხილოთ მანარათი. საკმაოდ მეტყველია მანარა ამ შემთხვევაში. ურთიერთობა განვიხილოთ მანარაზე. მაშასე, მეგობრებო, ახლა თუ თქვენ რაღაც წარმატებას მიაღწიეთ, რაღაც ეტაპზე მიხვედით, სადაც წარმატებული ხართ, უბრალოდ მიაღწიეთ წარმატებას, მაგრამ რაღაც მომენტში თითქოს ეს წარმატება ახლა თქვენი ყოველდღიურობაა და მოინდომეთ კიდევ უფრო მეტი, დაგეგმეთ თქვენი მომავალი და გადაწყვიტეთ, წახვიდეთ ახალი გზისკენ, რათა მიაღწიოთ კიდევ უფრო მაღალ საფეხურს და კიდევ უფრო მაღალი მწვერვალის დაპყრობა გადაწყვიტეთ და ამის გაკეთება თქვენ გადაწყვიტეთ დაგეგმილად, სტრატეგიულად და ნაბიჯ-ნაბიჯ, ეს გაშლა თქვენია. და კიდევ მეორე ვარიანტი, ურთიერთობაში თუ თქვენ ცოტა ესეთი გაჩერებული სიტუაცია გაქვთ და გადაწყვიტეთ ურთიერთობიდან გასვლა, სადაც ცოტა დაძაბული სიტუაციის გამო მოგივიდათ კონფლიქტი ვინმე მამაკაცთან, რომელთანაც რაღაცაზე ვერ შეთანხმდით, თითქოს აქ პირველობა ვერ გაიყავით, თითქოს ორივე ამ ურთიერთობაში ლიდერი იყავით და ამის გამო არც თქვენ თმობთ პოზიციებს და არც ეს ადამიანი და ამიტომ თქვენ გადაწყვიტეთ ურთიერთობიდან წასვლა, მაშინ უყურეთ ამ საჯარო გაშლას. მომავალი კვირის ენერგიებზე. როგორ განვითარდება? ურთიერთობაზე რაც გითხარით, მეგობრებო, თუ რაღაც კონფლიქტური სიტუაცია გქონდათ თქვენს მამაკაცთან და რაღაცაზე ვერ შეთანხმდით და თქვენი გზა აირჩიეთ და ახლა ამ თქვენი გრძნობებთან ერთად ხართ ჩაკეტილი თქვენს სივრცეში, ამ ადამიანს აღარ უჩვენებთ გულს, ამ ადამიანის მიმართ აღარ გამოხატავთ გრძნობებს და ემოციებს, რადგან თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენ რაც გაეცით რესურსი, ეს იყო ფინანსური, მატერიალური თუ ემოციური და უკან ვერ მიიღეთ,
და თქვენ თითქოს ახლა დამკვირვებლის პოზიციაში ხართ და აღარ მოქმედებთ იმისთვის, რომ რამე შეცვალოთ ურთიერთობაში, თქვენ მხოლოდ აკვირდებით აი ამ არსებულ სიტუაციას შორიდან. შემდეგ განვავრცობ მე ურთიერთობის თემას, უბრალოდ მე გითხარით სიგნიფიკაცია და მოდი ვნახოთ თქვენი კარიერა, სამსახური. კარიერას რაც შეეხება მეგობრებო, შეიძლება სულაც დიასახლისი იყოთ, მაგრამ წარმატებით ართმევდეთ თავს თქვენ საქმიანობას და ძალიან კარგადაც გამოგდიოდეთ და დიასახლისობა მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ საპასუხისმგებლო და რთული პროფესია, თუმცა ვისაც გაქვთ სამსახური, ან გაქვთ ბიზნესი, გადასული ხართ დაგროვებაზე, შეგროვებაზე, რაღაც ახალი გსურთ, რაღაც ახლისთვის გსურთ რესურსის მოძიება, უпростоრად მოსაძიებელი არც არაფერი გაქვთ, თქვენ გაქვთ ფინანსური ნაკადი, თქვენ გაქვთ სამსახურში წარმატება, თქვენ თქვენ გაქვთ სამსახურში წარმატება, თქვენ გაქვთ შემოსავლების ახალი წყარო გიჩნდებათ მეგობრებო, მაგრამ მგონია რომ რაღაც მიზანი გაქვთ რისკენაც ისწრაფვით და ეს მცდელობა მინდა გითხრათ, რომ წარმატებით გამოგდით ამ კვირაში. საწყის ეტაპზე ხართ, შეიძლება ვინმეს სურს შეიძინოს რაღაც, შეიძლება უბრალოდ ნივთიან თქვენთვის სასურველი ჩანთა, ან ფეხსაცმელი, ან სულაც კაბა, მაგრამ შეიძლება აქ მასშტაბურიც იყოს და დიდ სურვილს ეხებოდეს ბინას, ან ავტომანქანას, რატომაც არა, თქვენ საფუძველს ამ კვირაში უყრით თქვენი სასურველი და საოცნებო სურვილის ასრულებას და მე მოგცემთ ერთ რჩევას. თუნდაც ფინანსური ძალიან პატარა ნომინალი გადადოთ აი იმ თქვენი დიდი სურვილისთვის. მეგობრებო, რაც არ უნდა პატარა შემოსავალი გქონდეთ, თქვათ ამ კვირაში გაქვთ 50 ლარი შემოსავალი, გადადეთ აქედან 5 ლარი და ჩადეთ ლამაზ კონვერტში და დააწერეთ ავტომანქანისთვის ან ბინისთვის. ანუ ამით თქვენ საფუძველს ჩაუყრით თქვენი სურვილის ასრულებას და მოიზიდავთ ფინანსურ ენერგიას. მაშასე, ესეც პატარა რჩევა. ნახოთ ეს კარიერა, კიდევ ნახოთ ფინანსები. მეგობრებო, დიახ, აქ მიჩვენა რომ ნამდვილად ზოგიერთ თქვენგანს ეხლა რაც ვახსენებთ, შემთხვევით ვახსენე, მე მაგალითისთვის ვახსენე ბინა და ავტომანქანა, თუმცა აქ ახლა მიჩვენა რომ თქვენ იწყებთ დაგროვებას, სწორედ ფინანსების დაგროვებას, სწორედ აი ამ ორი საოცნებო სურვილისთვის. შეიძლება ეს ეხებოდეს თქვენ ზოგიერთ თქვენგანს ფინანსები ჭირდებოდეს შვილებისთვის, შეიძლება ეს შვილების სწავლა განათლებას ეხებოდეს, ან ბინის გარემონტებას ეხებოდეს, ან მანქანის შეძენას, ან ვინმესთვის შეიძლება რეზონირდეს ისე, რომ დაგროვება გინდოდეთ თანხის მოგზაურობისთვის, სადმე წასვლა გსურდეთ. ამისთვისაც თქვენ სულ ცოტა გადადეთ. ეს ძალიან კარგი ტექნიკაა იმისთვის, რომ მოიზიდოთ თქვენი ფინანსური ნაკადი და გახსნათ ფინანსური არხი. მშვენიერი კვირა გელოდებათ, მეგობრებო, კარიერაში და ფინანსებში. მშვენიერია, მეგობრებო.
დიახ მეგობრებო, თქვენ იწყებთ თქვენი მიზნისთვის სწრაფად, თუმცა ზოგიერთ თქვენგან შეიძლება ორი გამორჩეული სურვილი გაქვთ და ამისთვის გჭირდებათ თანხა. მაგრამ ნამდვილად ამ კვირაში საფუძველი ეყრება თქვენი სურვილის ახდენას. ნახოთ ახლა თქვენ ურთიერთობა პირადი, სასიყვარულო ურთიერთობა. მეგობრებო, თუ თქვენი პარტნიორი თითქოს აქ მიჩვენებს, რომ თქვენი პარტნიორი თითქოს რაღაც დიდად არ აქტიურობდა ამ პერიოდში. თითქოს ეს ადამიანი მხოლოდ თავისი თავით იყო დაკავებული და თქვენ რაღაც მომენტში თქვენმა აქტიურობამ დაგღალათ. ანუ ძალიან ბევრ რამეს შეიძლება მხოლოდ თქვენ თავზე იღებდით ამ ურთიერთობაში, იღებთ და რაღაც მომენტში თითქოს დაღლილი ხართ აი აქ, რაც შეეხება სასიყვარულო თემას. თქვენი პარტნიორისგან განსხვავებით, თქვენ უფრო აქტიური იყავით ამ ურთიერთობაში, რათა ეს ურთიერთობა განვითარებულიყო. ის კი მხოლოდ თავისი თავით, თავისი საქმეებით იყო დაკავებული და თქვენ რაღაც ეტაპზე დაიღალეთ. ნახოთ, როგორ განვითარდება ამ კვირაში თქვენ შორის ურთიერთობა. შეიძლება თქვენ შორის იყოს მანიპულაცია, მეგობრებო, მისი მხრიდან. თითქოს თქვენი გრძნობებით ეს ადამიანი მანიპულირებს და თქვენ თითქოს ჩაყევით მის სურვილებს და მის მანიპულაციას თითქოს იმ მიზნით, რომ მოდი ეს ერთხელაც ვცდი და მერე დავასრულებ. რაღაც და თან შორიდან აკვირდებით თქვენს ურთიერთობას და რაღაც მომენტში ეჭვიც გიჩნდებათ მისი საქციელიდან გამომდინარე და ფიქრობთ, ხომ არ არის მის ცხოვრებაში ვინმე სხვა. თან როდესაც მეგობრებო თქვენს ურთიერთობას უკვირდებით, რაღაც მომენტში თითქოს პარალელს ავლებთ სხვა ადამიანების ურთიერთობას და თქვენს ურთიერთობას შორის. თითქოს აკვირდებით და ფიქრობთ, რომ ნეტა ხომ არ გავიდე ამ ურთიერთობიდან. თითქოს ვერ იღებთ მეგობრებო ამ ურთიერთობიდან იმას თქვენ რაც გსურთ. ეს გასაგებია, მაგრამ მეგობრებო, ნუ შეადარებთ თქვენს ურთიერთობას სხვის ურთიერთობას, რადგან ეს ინდივიდუალურია და თან ყველა ჩვენგანს ესა თუ ის სიტუაცია პარტნიორული თუ ზოგადი გვეძლევა იმისთვის, რომ ჩვენ განვითარდეთ. ეს არის თქვენი გასავლელი გზა. ამ ურთიერთობაში ძალიან ბევრ რამეს სწავლობთ, მეგობრებო. ეს ურთიერთობა სწორედ იმისთვის მოგეცათ, რომ აი თქვენ ანალიზი გააკეთოთ და რაღაც ახალ ეტაპზე გადახვიდეთ. ნუ შეადარებთ, მეგობრებო, სხვის ურთიერთობას თქვენს არსებულ სიტუაციას. როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა, ვნახოთ. მიუხედავად ამ ყველაფრის, აქთან მიჩვენებს, რომ შეიძლება ყოველდღიური ურთიერთობა არ გაქვთ და შეიძლება ფარულია თქვენ შორის ურთიერთობა და შეიძლება პერიოდულობით ხასიათდება თქვენ შორის ურთიერთობა, მაგრამ ძალიან ძლიერი მიზიდულობა აქვთ. ხანდახან გინდათ როგორც წეღან ვახსენე, გაეცალოთ ამ სიტუაციას, მაგრამ უხილავი ჯაჭვებით ხართ ერთმანეთთან დაკავშირებული და როგორც ხვდები ეს კარმული ურთიერთობა, თითქოს ერთად ხართ, მაგრამ თან მიუღწეველია თითქოს თქვენი ერთობა. თითქოს ხართ ურთიერთობაში, მაგრამ არც ხართ. ასეთი სიტუაცია შეიძლება ეს ეხებოდეს ფარულ სასიყვარულო
რომანს, ურთიერთობას, რომელიც სამსახურიდან დაიწყო, სამსახურში განვითარდა. შეიძლება ეს იყოს უბრალოდ ფარული ურთიერთობა, რომელიც არ საჯაროდება. როგორ განვითარდება? მუდმივი მიჯაჭვულობა, დიახ, მეგობრებო, თითქოს აი ამ სიყვარულის გამო თქვენ რაღაც ძალიან დიდ მსხვერპლზე მიდიხართ, მინდა გითხრათ და უკვე ეს ურთიერთობა თქვენ უნდა გაერკვიოთ, მეგობრებო, ეს ურთიერთობა თქვენ თითქოს აფანატებთ წარსულ განვლილ ურთიერთობაზე, რომელიც იყო უწინ თქვენს შორის. თითქოს იმდენად ძლიერი გაქვთ იმ განცდების მონატრება, რომელიც ამ ურთიერთობაში ადრე გქონდათ, რომ თქვენ მზად ხართ ილოდოთ, მსხვერპლად გაიღოთ თქვენი თავი და ეს გააკეთოთ სიყვარულის სახელით. მეგობრებო, აქ თქვენი მხრიდან ძალიან დიდ სიყვარულს და ემოციას ვხედავ. ძალიან დიდ თავდადებას ვხედავ თქვენი მხრიდან და ეს ადამიანი ამ ადამიანს რაღაც მომენტში თქვენი შეცვლა სურს, თითქოს ან ურთიერთობის შეცვლა სურს თქვენ შორის. თქვენ ამ ადამიანისთვის თქვენს იმპერატრიცა ხართ, თითქოს ეს ადამიანი რაღაც მომენტში თქვენი მომხიბლელობის და ქალურობის წინაშე მუხლს იდრექს, მაგრამ შეიძლება ამ ადამიანს არ სურს გასაჯაროება ამ ურთიერთობის და ეს იყოს თქვენ შორის დაძაბულობის მიზეზიც. რაღაცის შეცვლა, თქვენ გსურთ შეცვლა სწორედ აი ამ სიტუაციის და თქვენ აი ამ კვირაში დაფიქრდებით, დარჩეთ თუ გაგრძელოთ ამ ურთიერთობაში ყოფნა. თქვენ ეჭვქვეშ აყენებთ თქვენს ყოფნას ამ ურთიერთობაში და აი ამ კვირაში გექნებათ მოძალებული ფიქრი იმაზე, ხომ არ დატოვოთ ეს ურთიერთობა. მადლობა, მეგობრებო, იმედია რეზონირდა ეს გაშლა თქვენთვის. მე ველოდები დიდი სიყვარულით თქვენს კომენტარებს. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით, რომ ჩემთან ხართ, მიკომენტარებთ და ემოციებს და სიყვარულს გამოხატავთ ჩემს და ჩემი არხის მიმართ და მე გემშვიდობებით მომავალ გაშლამდე დიდი სიყვარულით, დროებით.